საინტერესოა. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ეს არის ავტოკრატიის კლასიკას დავარქმევდი. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ასე ქვია, ხო? ამის უწყების მთავარი ფუნქცია იყო ძალოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. როცა რეჟიმი დგას ძალოვნების ძალადობაზე, ანუ ძალადობაზე დგას რეჟიმი. რა უნდა გამოიძიოს ეს სამსახური გამოძიების ფუნქციის მატარებელი კი არ იყო, სამოუკიდებელი, რა თქმა უნდა და იმ ფუნქციით როგორიც არის, ძალიან კარგია, მაგრამ ავტოკრატიის პირობებში ეს არის დამატებითი რგოლი. ეს არის ამით გაუქმებით თავარი სიგნალს ეუბნებიან ამ მოძალადეების, რომ ნუ გეშინიათ არანაირ ძალადობაზე თქვენზე გამოძიება არ იქნება ინფორმალურადაც კი არავინ აღარ დაგიბარებთ ამ სამსახურში. ანუ ეს არის მესიჯი, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა არ იქნება. აი ამისთვის აუქმებენ ახლა ამ უწყებას. ეხლაც გაუქმებული არ იყო და არც ერთ საქმე ამის გამოძიებული ჩვენ არ ვიცით დაწყებულია ამბობენ მოკვლევა, მაგრამ შეიძლება საქმის დაწყების, მოკვლევის დაწყების ეს მე პირდაპირ გეტყვი, აქ არის ძალიან ბევრი ინფორმაცია ამ სამსახურში თავმოყრილი კონკრეტული დანაშაულების შესახებ, მაგრამ ეს გამოძიებას კი არ ესახურებოდა ჩაფარცხვას, ასე ვთქვათ, გასაგებენაზე, ხო, დანაშაულის ჩაფარცხვას ემსახურებოდა ამ სამსახური, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ეს ჭირდებათ განა პროკურატურასთან დამოუკიდებელი იყო, ეხლაც კაციტაძე პროკურატურის გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ ეს არის გზავნილი მოძალადეებისთვის, რომ არანაირი დისკომფორტი არ შეგექმნებათ სპეციალური სამსახურისგან და ასეთ უწყებებისგან, იმიტომ რომ ძალადობა არის ხელისუფლების მმართველობის ფორმა. ანუ ძალადობა აქამდეც ლეგიტიმური იყო, მაგრამ ახლა უფრო ლეგიტიმური გახადა რეჟიმი. კი ბატონო, კიდევ ერთ თემაზე მინდა ვილაპარაკო, ლაპარაკობ ჩვენ ბოლო ეს უბრალოდ ეს მინდოდა რომ კი ბატონო, ბოლო ეტაპზე მინდა პატოს კითხო და აუცილებლად დაგიბრუნდებით, მაინც პოლიტიკოსი პატიმრობაში ჯობია ახლა თუ გარეთ, იმიტომ რომ მაინც მესმის რომ მათი ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მაგრამ არის სამსჯელო თემა. პატას მინდა ვკითხო ზოგადად სხვათა შორის ვაშაძისთვის, როცა დამისვამს ეს შეკითხვა, უთქვამს რომ პარტიაში გადავწყვეტ. ანუ ეს ნიშნავს რომ თქვენი მათ შორის აზრი მისთვის შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი ამ დროს და პარტიის წევრების პოზიცია. მე ვფიქრობ პირველ რიგში რომ ესე იგი დაფასებას იმსახურებს ნამდვილად ადამიანების გადაწყვეტილება რომ არ გადაიხადოს ეს აღკვეთის ღონისძიება, ან რა ვიცი, არ გირავ არ ჩადოს თქვა სახლი, არ ვიცი, არ რამე. და წავიდეს პატიმრობაში. ეს იმსახურებს პატივისცემას, ეს ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, აქტია, რომელსაც შეიძლება საერთაშორისო გამოხმაურებაც მოყვეს, ქვეყნის შიგნითაც გამოხმაურება მოყვეს. მაგრამ მე როცა განსხვავებული პოზიციას ვაფიქსირებ, მათ შორის პირადად მისაუბრია, ხო, ზურა ჯაფარიძესთანაც, ნიკასთანაც, გიორგი ვაშაძეს ყოველდღე ვისაუბრებ. აი, რა არის მიზანი ხელისუფლების? ხელისუფლების მიზანი თავიდან როგორც კი პროტესტი დაიწყო, იყო პროტესტის და ლიდერების იზოლაცია ერთმანეთისგან. ანუ ლიდერების იზოლაცია იყო მიზანი. ამისთვის მოიგონეს ეს წულუგიანის კომისია, ამისთვის მისცეს ეს ბერკეტი. გათვლადი იყო რეაქცია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ პარლამენტში არ შედიხარ და მანდატს ტოვებ, მე წულუგიანთან არ მიხვიდოდი, ესეც გათვლადი იყო, ესეც იცოდნენ. ჩვენც გააზრებულად არ მივედით, ნამდვილად, ვიცოდით რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ აქ არაზეა საუბარი. დიანა ხელისუფლება ჭირდება იზოლირებული, ანუ ტყვეობაში მყოფი ლიდერები. ჩვენ ვეხმარებით ახლა ამ ვაჩქარებთ ამ პროცესს, ვეხმარებით ამის მიღწევაში. თუ აი ასე ვსვავდი კითხვას, მე კიდე გავიმეორებ. ეხმარებით და აჩქარებთ თუ ხელს უშლით? ხო, ხელს უშლით. ეს არის საკითხი და მეორე საკითხი არის ჯობია ეს ლიდერები ერთად ციხეში თუ ჯობია ეს ლიდერები ერთად წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელიც არის. განა ციხეში ვინც მიდის წინააღმდეგობაში არ რჩება. ესე არ მინდა გავიგოთ, ესეც წინააღმდეგობაში რჩება, მაგრამ აქეთ არის აქტიური წინააღმდეგობა, ფრონტი, რომელზეც შეუძლია ლიდერებს. თქვენ როგორ ეს ორი კითხვა, ეს ორივე კითხვა ხელის გულზეა, სახეზეა? კი ბატონო, მე გეტყვით. აი ეს არის შინაგანი რწმენის ამბავი, ისი პირდაპირ რწმენასთან მივდივართ, ამით ვაძლიერებთ პროტესტს თუ ვასუსტებთ პროტესტს. ჩემი შტაბის-წილება არის, რომ ეს ლიდერები მე მინდა ვყავდეს თავისუფლებაზე და მყავდეს ბრძოლის წინახაზე. თქვენ ემხრობით გირაოს გადახდას. კი, იმიტომ რომ მე საერთოდ ტექნიკური საკითხი მიმაჩნია აღიარება, არ აღიარებასთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის ეს საკითხი და დღესაც ვესაუბრე გიორგი ვაშაძეს, ხვალაც შევეცდები რომ ვესაუბრო ამ საკითხს. პოზიცია როგორია? მის პოზიცია ფიქრის რეჟიმში არის, ასე ორივე მხარეს არის არგუმენტები, ობიექტურად უნდა ვთქვათ, განა არ მესმის იმის რომ საერთაშორისო რეზოლუცია შეიძლება ერთიანი მიდგომა უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა. ხო, კარგი იქნებოდა, მაგრამ უკვე ლიდერებს ნაწილს გადახდილი აქვს ამაზე, ნაწილმა არ გადაიხადა. მოკლედ მე არ მერიდება ამაზე საუბარი, მე პირადად ვფიქრობ, რომ ხალხი ჩვენგან ითხოვს არა ახალ ტყვეებს, არამედ გამარჯვების პროცესის დაწყებას და მიჩვენია რომ ლიდერები გარეთ იყვნენ. არგუმენტი მე ასეთ უყურებ ამ საკითხს. ეს არის მართლა ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია და მართლა პატივისცემას იმსახურებს ნებისმიერი გადაწყვეტილება,
მეორე საკითხი არის, რომ არც ერთ ამ ლიდერს კონკრეტულად ვიზეც არის საუბარი, დასამტკიცებელი არავისთან არაფერი არ აქვს, თავის ცხოვრებით ამტკიცებენ ეს ადამიანები არიან უკომპრომისოები, ნამდვილად. ნიკა გვარამიაც უკომპრომისო ადამიანია, ნიკა მელია რამდენჯერმე იყო ამ სისხლისამართლებლური დევნის ქვეშ, ასევე გვარამიაც, ზურაგირჩი ჯაფარიძეც, რა ვიცი, არაფერზე უკან არ დაუხევია და მე გიორგი ვაშაძეზე მოვიყვან მაგალითს, როცა პროტესტი მიდიოდა ზაფხულში, წინა ზაფხულში და ჭირდებოდა გაზაფხულზე უბრალოდ ხალხს კონკრეტული მოწოდება, გიორგი ვაშაძემ აიღო თავის თავზე და ის ალყასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და არ შეშინებია და არც ახლა მაგას საერთოდ არ დგას საკითხი, ან ლეგიტიმაციის საკითხზე, ან ვინმეს ბრძოლიდან გაქცევას აპირებს. პირიქით, ჩვენ თუ ჩემი გადაწყვეტილება, მე რასაც ვამბობ, ჩემი იდეა გადახდასთან დაკავშირებით იქნება გაზიარებული, ეს ნიშნავს, რომ დავრჩებით აქტიურ ბრძოლაში წინა ხაზზე. თვითმმართველობის არჩევნებს არც კი განვიხილავთ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა, სამი მოთხოვნა არის ჩვენთვის სტრატეგია ამაშენებლისთვის. ახალი საპარლამენტო არჩევნები, მანამდე სხვა არჩევნებს არ განვიხილავთ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ძალიან არ მინდა ახალი ადამიანები და ტყვეები დაემატოს ამ პროცესს, პირიქით მოვაკლოთ მინდა და მესამე საკითხი არის, რომ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ დასავლეთთან მოლაპარაკება, იმიტომ რომ მარტო დარჩენილი იზოლაციაში დაუცველი საქართველოს არის რეჟიმის და რუსეთის ინტერესი მხოლოდ. კი ბატონო, მადლობა და მე მინდა მაყურებელს წავუკითხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ამ ინფორმაციას. პირველ მოადგილესთან ერთად სამსახურის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ეს იყო ასე ვთქვათ ეს არის შეუთანხმებული. ჩარშანდა არა ახალი, არამედ ჩარშანდელი ინფორმაცია, სადაც ხელისუფლებამ გამოყო 17 მილიონი, ახალი სათავო ოფისი უნდა გქონოდა, მთელი თავისი უზრუნველყოფით და ასე შემდეგ. ანუ 2024 წლის ბოლოსკენ აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული, ანუ სხვა გეგმები ჰქონდათ მათ, როგორც ჩანს, სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით და აი, ვთქვათ, პრეისტორიისთვის ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ანუ როგორც ჩანს გარემოებიდან გამომდინარე და არა დიდი ხნის წინ აფიქრი არის დამახასიათებელია ზოგადად არადემოკრატიული რეჟიმებისთვის, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ ყოველგვარი წინასწარი კვლევების და გარკვეული საკითხების შესწავლის გარეშე. ჩვენ დავინახეთ თავის დროზე, როდესაც გაყვეს ეს ერთიანი სამსახური, პერსონალური და საგამოძიებო სამსახური ცალკე, მაშინაც ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ იყო ეს საკითხი შესწავლილი და მაშინ სხვათა შორის მათი კანონ პროექტებს რო ახლავს მოხსენებითი ბარათები, იქ ჩაწერეს, რომ ეს აუცილებელია ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფათო. და ეხლა აღმოჩნდა, რომ საერთოდ პროკურატურას დაუქვემდებარეს ეს ინსტიტუტი, ანუ ეს ერთხელ კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმი, ეს რუსული რეჟიმი არის აგონიაში და ისინი იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება ევროპულ და პროდასავლურ კურსს. ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან ანტიეროვნულები და ანტიდასავლურები და რატომ? იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არის სწორედ ევროპაში და აი ამას ეწინააღმდეგება სწორედ ქართული ოცნება. მადლობა მაიას, მადლობა პაატას. და იმ პროცესთან მივედით, რაც უფრო ბნელა, უფრო ახლოს არის განთიადიო და ალბათ იმას მოახლოვდებით უკვე კრიტიკულ ზღვარს. მადლობა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.